ბოლოს და თვალი გადავავლოთ კულტურის ახალ ამბებს. შალვა ქიქოძის 120 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დღეს 17 საათზე გაიხსნება. ორგანიზატორებმა შალვა ქიქოძის 300-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაცია, ქართველი და უცხოელ ხელოვანთა შარჟები, ჩანახატები, პოლიტიკური კარიკატურა და მის მიერ შესრულებული ახლად მოკლეული ვიტრაჟის სამსახველი ფოტომასალა შეკრიბეს და ერთ საგამოფენო სივრცეში მოუყარეს თავი. პერსონალური გამოფენა ასლიანი პაუზის შემდეგ გაიმართა. დამთვალიერებელს ასევე საშუალება ექნება ნახოს ამონარიდები მისი მიმოწერებიდან იმდროინდელ ცნობილ ქართულ მოღვაწეებთან, მათ შორის დიმიტრი შევარდნაძესთან, ვიქტორ ნოზაძესთან და გერონტი ქიქოძესთან. გამოფენის ფარგლებში გაიმართება მხატვრის წიგნი ალბომის შალვა ქიქოძე 120-ის პრეზენტაცია, ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს 3 თვის განმავლობაში შეეძლებათ. ეს არის პირველი ასეთი ტიპის გამოფენა. შალვა ქიქოძე იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის თაობის, ქართულ მხატვართა თაობის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელი. ის თავისი თანადროული ხელოვნების ტენდენციებს სრულად იზიარებდა. ეს ის მხატვარია, რომელიც აი თანავარსკვლავედში დავით კაკაბაძესთან და ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანთან, ქეთევან მაღალაშვილთან ერთად ქმნიდნენ ქართულ ავანგარდს, არაჩვეულებრივ ქართულ მხატვრობას, რომელიცაც ჩვენ ვამაყობთ დღესაც. ფაქტობრივად ეს ის მნიშვნელოვანი შენაძენია კულტურული მემკვიდრეობის ჩვენი, რომელიც ევროპამაც გაითავისა.